გამარჯობათ. გავარჯობა. და რატო ტრუსავთ? აქ როგორ ტრუსავთ? ეს მე ვიყიდე და ჩემთვის ვაკეთებ ამას. დედას გეფიცები თუ მე არ მეტყვით. აი ეს. აი აგერ ეს დავჭერი ახლა გავატყავე ჩემთვის და ვაკეთებ. კარგით. დავანებოთ იმას, კარგით. შვილები დაიფიცე დაგი. ასე გაყიდვა თევზი შეიძლება? მითხარი ახლა გულწრფელად შეიძლება? ქათმის ასე გაყიდვა შეიძლება? და ხიზილალის. ხიზილალის გაყიდვა კი, ამას პრობლემა არაფერი არ ექნება. ამას პრობლემა იცი რა აქვს? ჯერ ტემპერატურული რეჟიმი, კარგი სიცივეა და გაგიმართლა, მაგრამ ნახე ეტიკეტი სად არის, როდის არის? ამასაც ხო ვადებია ყველაფერს. კი. კი, მერე? საბუთს უტვირთავთ ელექტრონულად თუ ილეს მოხდა. კაი, ეხა რო ვიყიდო, აქ ქალბატონმა რო იყიდა, ელექტრონულად აუტვირთავ საბუთს, ახლა რას მეუბნები? აი, ესთეთიურია თქვენთვის, აი ესე გაყიდული თევზი და ხო არ შეიძლება. აი ამას ვეწინააღმდეგები და აი ამას თუ ჩვენც მომხარებელიც არ ვიყიდით, ალბათ აი აზრს დაკარგავს ის, რომ ამის რეალიზაცია მოხდეს. მესმის ხილი, ნუ კარგი, დავხუჭავ თვალებს, იმიტომ რომ ხილს ვეცხავთ, მაგრამ აი თევზი და ეს, ნუ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. მეტანი რა შეხედავთ ერთი რა ხდება. ეხლა ლაყუჩებსაც შევმოწმებ და ვნახავ, თუმცა როდესაც კი მოიჩვარება ეგრევე იმის ნიშნებელია, რომ ეს ახალი არ არის. არა, თუმცა ლაყუჩები აი ძალიან ისეთი ვარდისფერი და კარგი აქვს. არა, ახალია ნამდვილად. პრობლემა იმასთან, რომ სიძველესთან ნამდვილად არ არის და არაობიექტური ვიქნები თუ ვიტყვი, რომ არ არის ახალი პროდუქტი, ახალია და ქათამიც ახალია, ნამდვილად ახალი დაკლულია, უბრალოდ არაესთეთიურია, აი სადაც 1000 გამონაბოლქვია და მძიმე მეტალებზე ვსაუბრობთ, აი ამ პირობებში იყიდებოდეს პროდუქცია, რომელსაც აუცილებლად უნდა ეწეროს ვადები. საერთოდ მალფუჭებადი პროდუქტის ქუჩაში გაყიდვა არის საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული.